მოგესალმებით. რადიო იმედს უსმენთ და უყურებთ, იმიტომ რომ რადიო იმედს აქვს საშუალება რადიო ეთერის გარდა სოციალური მედიის პლატფორმებზე იყოს წარმოდგენილი და ამ შემთხვევაში მე მგონი უპირატესობა იმას აქვს, ვინც უყურებს ჩვენს გადაცემას, იმიტომ რომ ძალიან კარგი ხალხი შევკრიბეთ. ჩვენი გადაცემა დროში მოგზაურობაა, ასე ქვია, მაგრამ რაღაცნაირად მე მგონი ემთხვევა იმ თემატიკას, რისთვისაც ეს ძვირფასი ხალხი შეიკრიბა. მოამზადა ძალიან საინტერესო პროექტი, რომელსაც ქვია ხიდი, ეს არის მუსიკალური ვოკალური ოპუსი, ანუ გამოცემა და ამ პროექტით ეს ადამიანები ხულოს უძღვნიან თავიანთ პირველ ჩვენებას, იმიტომ რომ სწორედ ხულოში არის დაგეგმილი ამ პროექტის პრემიერა და ეს არის თემატიკა ქრისტიანებისა და მუსულმანების ტოლერანტობის, ერთმანეთთან დაახლოების და მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის შესახებ, თანაცხოვრების შესახებ. თუმცა ჩვენ ახლა თბილისში ვწერთ ამ გადაცემას, იმიტომ რომ ფიზიკურად ხულოში ვერ მივდივარ, მაგრამ ვიმოგზაურებთ ხულოში აი ამ ადამიანებთან ერთად. ახალგაზრდებთან ერთად უნდა წარმოვადგინოთ პროექტის მთავარი ავტორები, რეჟისორი ირინა გაჩეჩილაძე, რომელსაც ჰქონდა ჩანაფიქრში თავიდან იდეა, რომ ერთმოქმედებიანი ოპერების დადგმა განეხორციელებინა საქართველოში და აი ზუსტად ასეთი პროექტი იწყება და ჩემგან ხელმარცხნივ გიტარასთან ერთად ალბათ იცანით მუსიკოსი გოჩა ყაჭეიშვილი. ცოტა მუსიკა გვექნება მე მგონი ინტერვიუს ბოლოს. შეგვიძლია ხო? მაგრამ მანამდე დავიწყოთ ჩანაფიქრით. ირინა, ხიდი, კიდევ ერთი პერსონაჟი უნდა წარმოვადგინოთ, თავად ხიდი. ჩვენს ფონზე ახლა ესე ფაზლივით აწყობილ დეკორაციას ხედავთ. ამ შემთხვევაში ეს მონეს ნახატი ხიდია, თუმცა აჭარას და ხულოს ხიდები არაკლია, განსაკუთრებით თამარ მეფის სახელობის. გითხარით აი ჩანაფიქრი, ხიდი, იდეა, დეკორაცია, ის ყველაფერი ერთ კომპლექსში როგორია? კი, და ყველაფერი კავშირშია ერთმანეთთან. თვითონ იდეა აბსოლუტურად სწორად ახსენე. დაიწყო იქიდან, რომ რაღაც ახალი მუსიკალური ნაწარმოები შეიქმნას, პატარა ერთაქტიანი ოპერები, რასაც დიდი ხანი ვმუშაობდი და ეს პროექტი კონკრეტულად არის კეთდება ხულოს მაყურებლისთვის, არის მეგობრობას და სიყვარულზე ქართველი ქრისტიანის და ქართველი მუსლიმის. და ესეთ მნიშვნელოვან თემას ვეხებით, რა თქმა უნდა, რაც შეეხება დეკორაციას, ეს არის ასეთი კონცეფცია, რომ ჩვენ ვართ როგორც პაზლი, განსხვავებულები ვართ, მაგრამ ერთმთლიანობას ვქონით. ანუ ეს შეიძლება დაიშალოს, მაგრამ მთლიანობაში შეადგენს ერთფერწერულ ტილოს? აი ეს არის იდეა, კი. და თვითონ ეს ხიდი, ეს სრულად ბოლო წუთში გაშდა ეს იდეა, შემოვიყვანე როგორც გმირი, რომელიც აკვირდება ამ მოქმედებას, რა მოხდა მის წინ, რასაც ხედავს და აფასებს და ყვება ამ ისტორიას თვითონ ხიდი, უბრალოდ ხმა არის, მხოლოდ პერსონაჟია ხმით. უი, რა საინტერესოა. ახლა მუსიკალური ნაწილი. ესე იგი, როგორც განმარტებაში წერია, 3 ხმისთვის შექმნილი ერთ აქტიანი წარმოდგენა. სრულად ავტორი ბრძანდებით მუსიკის, თუ როგორ არის შექმნილი? ჩვენ თანამშრომლობა დაიწყო ცოტა სხვანაირად, ასე თითქმის ლამის სპონტანურად შეხვედრა, უცებ გაუჩნდა იდეას ის, რომ აი კუჩავს ხوار და რა თქმა უნდა შევთავაზე რაღაცეები, რაც უცებ ან იყოთ მქონდა რაღაც გაკეთებული და მე იმის იმედის მქონდა, რომ რადგან მოგწონს, მეც მომწონს, რასაც ირინა აკეთებს და ამასაც მოეწონა, რომ თავისთავად რაღაცები შეემატა ამას ეტაპობრივად. მე შემოგვემატა უკვე ჯგუფი, ეს ახალგაზრდების, რომლებთანაც უკვე შეიქმნა მე ლაბორატორიას ვეძახი ამას, უკვე შემოქმედებით. სადაც აი აბსოლუტურად ყველამ შეიტანა თავისი წვლილი. დიახ. სიმღერაც, იქ რაღაც ტექსტი კორექციაც, სიმღერის მელოდია და ანუ ეს მთლიანობაში მოხდა აი უკვე ისეთი კოლაბორაცია, მე ვიტყოდი, რომ აქ არ ვიტყვი იმას, რომ აი მე ვარ კომპოზიტორი და მე გავაკეთე ყველაფერი და ჩემთვის ეგ შემოქმედებითი პროცესი უფრო მნიშვნელოვანია და გახსნა ამდენ ადამიანების, ანუ ჩემი საკუთარი თავით, რა თქმა უნდა, ამათთან ერთად ვიდრე რაღაც გამზადებული რომ იმეცა და აი ეს უნდა იმღერო, არც მქონია ეგეთი პრაქტიკა, ჩემთვის ესე იყო. რაღაცა იქმნება, ამას ვიღაცა ემატება და სულ რაღაცა შენდება. ხო, ეგ სიამოვნებს. თავარი ეს არის ანუ შემოქმედის. ემოციური გაცვლა ხო თუ არსებობს, ჩემთვის ეგ საინტერესოა და აი მაშინ შემიძლია ბოლომდე ჩავერთო. აჰა. მოდით ახალგაზრდები გავიცნოთ. თქვენ ხართ მომღერლები, თქვენ ხართ უბრალოდ კარგი ტალანტისა და ხმის მქონე ადამიანები, რომლებიც კარგად მოერგეთ ამ პროექტს. გაგვეცანით თქვენი თავი. მოგესალმებით. მე ვარ ანასტასია გარსევანიშვილი, რატი გელოვანი და მე ვარ 15 წლის და ხდებით 16-ის.
თბილისიდან, დიახ. და ძალიან მიხარია, რომ ირინასთან მოგვიწია ესეთი კოლაბორაცია და ძალიან კარგი პროექტი გაკეთდა. და ძალიან მიხარია, რომ უკვე რამდენიმე დღეში გვექნება პრემიერა ხულოში, სადაც ნახავს მაყურებელი როგორი ლამაზი სიმღერები შეიქმნა. და აი ეს დეკორაციაც თვითონ ძალიან მინდა რომ ვთქვათ, რომ დეკორაცია ავაწყეთ ჩვენის, ანუ ეს პროცესიც იყო ძალიან სახელისა და ძალიან კარგი, კი? და ხო, მე მგონი უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭა, რომ ჩვენ ავაწყეთ და ჩვენს ამ პაზლის ნაწილები ვართ და ერთიანობაში ძალიან კარგები ვართ ერთად. ძალიან კარგები ხართ გამოგონეთ. ჩვენ მეგობარიც მეც მოგესალმებით, მე ვარ ატიგელოვანი. უფრო მომღერალს ვერ დავარქვევთ, უფრო პიანისტი, მუსიკოსი და ძალიან მიხარია მეც ამ პროექტში მონაწილეობა, იმიტომ რომ ჩვენ მე და ანასტასიასაც და ნიკასაც მანამდე ვქონია გამოცდილება ისეთ სპექტაკლებში და ისეთ მიუზიკლებში მონაწილეობა მივიღეთ, სადაც უკვე ყველაფერი წინასწარ იყო რაღაცა პროცესში, ტექსტებიც ვიცოდით, მელოდიაც, მუსიკა, ყველაფერი ასე ვთქვათ, მომზადებულები ვიყავით და აქ დაგხვდა რაღაცა განსაკუთრებული სამუშაო გარემო, რაც ძალიან კაი გამოცდილება იყო. რომ ჩვენ მოგვიწია მუსიკაზე, ტექსტზე, აი რაღაცის სრულყოფილებაში მოყვანა, რაც ძალიან საინტერესო პროცესი იყო ჩვენთვის. დამეთანხმებით ალბათ, კი, ძალიან სასიამოვნო და იმედია კარგი შედეგს მივიღებთ და უკვე. დაწუნებულები ვართ და იმედია თბილისისა და სხვა რეგიონის მაყურებლებიც ნახავენ ამ ყველაფერს. მოდით თქვენც გაგიცნობთ და მე თეატრალური მიმართულებით ირინასთან ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს. გაგვაცანით თქვენი. გამარჯობა. მე შემიძლია იმის თქმა, რომ ჩემთვის ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო თვითონ თავიდან ბოლომდე. მიუხედავად ბარიერებისა, რომელიც პირველივე დღიდან იყო, მაგალითად ის, რომ აუდიტორია თავიდან ბევრი ბარიერი იყო, მაგრამ ერთად გადავлахეთ. ამ თეატრის, ამ სპექტაკლის მთავარი იდეაც ეგ არის, რომ ბარიერების მიუხედავად, თუ ადამიანებმა შეძლეს და დაკავშირდნენ ერთმანეთთან, საბოლოო ჯამში მაინც ყველაფერი გამოდის ისე, როგორც ჩვენ გვინდა, ამიტომ ნახოთ რა გამოვა. გამოსულია. კი. ირინა. მაყურებელი შეაფასებს, აბარა, ირინა, თქვენს შემოქმედებას თვალი გადავავლოთ, არ დაგკლებიათ მუშაობა მსოფლიოს არც ერთ დიდ სცენაზე. ნიუ-იორკიდან დაიწყო ათვლა, ლონდონის სცენიდან, რუსეთიდან, ისრაელიდან, არ ვიცი რომელი ერთი ვთქვათ, ხო? და აი ახლა ამ ბოლო ხანს ძირითადად მაინც საქართველოში ხარ დაკავებული, რაღაცა გინდათ რომ აქ დაიწვათ შემოქმედებითად და აი სცენა ხულოში მაგალითად შეარჩიეთ. აი როგორია ეს საინტერესო პროცესი რამდენად, იმიტომ რომ იმ დიდი სურათიდან რაც გამოიარეთ წლების განმავლობაში, მაინც მოხვედით სამშობლოში. კი, მე მგონია რომ ჩემი გამოცდილების აქ გადმოტანა სასარგებლო იქნება და ჩემთვისაც სასიამოვნო. თუმცა უცხოეთშიც საკმაოდ ქართულ საქმეს ვაკეთებდი, თქვათ პოპულარიზაციას, თქვათ ქართული დრამატურგიის, თუ თვითონ მე თუ ვიყავი ჩართული სპექტაკლში, კიდე მომყავდა თქვათ ქართული, თქვათ გიაყანჩელის მუსიკა, ან სხვა ქართული ხელოვანი მყავდა. ქართული დრამატურგები ბასა ჯანიკაშვილი და ასე შემდეგ ბევრი როგორ გადავხედოთ, გაქვთ ნამუშევარი. კი, მე თვითონ არ დამიდგამს, მაგრამ მე ჩავატარე ქართული დრამატურგიის ფესტივალი ნიუ-იორკში, სადაც ქართული 11 პიესა იყო ინგლისურად ნათარგმნი, ამერიკელებს დავადგმევინე. ასე რომ პოპულარიზაციას ემსახურებოდა. კი. ორი კონცერტიც იყო ქართული, ასე რომ საკმაოდ მასშტაბური პოპულარიზაცია იყო კულტურის, თეატრის, მუსიკის და ასევე საუბრობდი ქართულ დამწერლობაზე და ისტორიაზეც, ასე გაცნობა ხდებოდა საქართველოსი ნიუ-იორკში. ესეთი პროექტები ძალიან მიყვარს, ასევე ძალიან მიყვარს მაგალითად ჩემი ერთ-ერთი პროექტი, რომელიც 2019 წელს გავაკეთე ვენაში დავდგი ფოლკსთეატრში ამერიკული ოპერა ერთაქტიანი, ქართველი მონაწილეებით, სხვათა შორის ვენაში მოღვაწე მომღერლებით და ჩამოვიტანე საქართველოში რეგიონებში. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რეგიონებთან გქონდეს კომუნიკაცია და კულტურული და არ ვიყოთ კონცენტრირებული მარტო დედაქალაქზე, თბილისზე. ან უცხოეთი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი ზრდისთვის აუცილებელია და საქართველოს წარმოდგენისთვის აუცილებელია, მაგრამ ჩვენ ხალხთანაც უნდა ვიყოთ და აქაც უნდა ვაჩვენოს და ჩავრთოთ ჩვენს პროცესებში კულტურულში, იმიტომ რომ მე მგონია ცოტა მოკლებული შეიძლება იყოს ცოტათი კულტურას ამ რეგიონებში და ჩვენი პასუხისგებლობა არის რომ ისინიც რაღაცნაირად
ჩვენი ნაწილი გახდნენ შემოქმედებითი პროცესების. აი რა მეინტერესებს თემატიკა იყო ჯერ და მერე გადაწყდა ხულო თუ ხულომ განაპირობა ეს თემატიკა ირინას ვკითხოთ ჯერ ეს იყო თავიდანვე ხულოსთვის დაწერილი ლიბრეტო ხულოსთვის შეიქმნა ესე იგი კი მე ხოშოს დიდი ხანი მუშაობდი 1-2 წელი სწავლობდი მთიანი აჭარის მუსლიმების საკითხს თან ყველაფერს წავიკითხე რაც შეიძლებოდა ხალხს შევხვდი ველაპარაკებოდი და რაღაცნაირად ჩამომიყალიბდა წარმოდგენა როგორ უნდა შექმნილიყო ეს ლიბრეტო თუმცა რამდენიმე ვარიანტი მქონდა ლიბრეტოსი და ეს ბოლო აი ეს ხთი ყველაზე სიყვარულით სავსე ტექსტი ჩემი აზრით იმედია რომ თქვენს იტყვით რომ სიყვარული ბევრი აქვს და მეგობრობა ტექსტი შევქმენი ხო ძალიან საინტერესო პროცესი იყო მუშაობის ეგ მინდა ხაზი გაუსვა იმიტომ რომ მე ამ ტექსტებს რომ წერდი ეს არ ნიშნავს რომ ამის სიმღერა შეიძლება რომ მოვდიოდი რაღაცა სიტყვები არ იმღერებოდა ჩვეულებრივად აი გოჩამ ამღერა ყველაფერი და მეც უფრო აი რო გითხრათ რომ მე ვამღერებ ყველას და ყველაფერს ასე არა თუმცა ჩემთვის მთავარი ის იყო რომ აი რაღაცების მოტანა ისეთი რაღაცები აი რომ ადამიანები შემოვიყვანო რაღაცნაირად ამ სამყაროში გაიხსნან და აი ყველამ რაღაცა თავის შესაძლებლობა აი მაქსიმალურად ჩადოს კი შეუძლია ან თუ რაღაც არ მოწონს ვითვალისწინებთ მე მოდი ესე ვცადოთ ისე ვცადოთ ყველანაირად ვცადოთ სანამ არ მივალთ რაღაც იმ შედეგამდე რომ აი ყველას მოგწონს და გვაწყობს ხო და როგორც აღმოჩნდა ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ეს პროცესი მოეწონათ კი რა თქმა უნდა თავისუფლებათან აბსოლუტური კი და აქტიურად იყვნენ ჩართული, თქვათ, აი ამ სიტყვების შერჩევაში, როგორ დავაწყოთ, რომ ეს ჟღერადობით და თან შინაარსობრივადაც რომ არ დაგვეკარგოს ეს თემა, ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები და მადლობა მინდა მათ უთხრა, იმიტომ რომ ძალიან სასიამოვნო სამუშაო პროცესი იყო. ვიტყვით ალბათ და აქაც მინდა მართლა უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო მათ უნიჭიერეს ადამიანებს. მოდი დავამტკიცოთ ეს ნიჭიერება რადიო იმედის ეთერში. ალბათ ამ დროიდან მოყოლებული რაც ერთად გავატარეთ ჩვენ ეს დღეები ცოტა ისე ექსტრემალურ დაჩქარებული ეს რეჟიმში მაგრამ რაღაცა ეს სიყვარული მაინც რაღაცა და რაო რაღაც კარგი არ ითქმის ერთმანეთში რაღაც სიყვარული მაინც დავთესეთ ეს მოახერხეთ მაინც რომ რაღაცა შეკრულიყო ეს და მთლიანი რაღაცა ესეთი ბირთვი ყოფილიყო დიდი ბურთი სიყვარულის აი ამ ბურთის ნაწილი რადიო იმედის მსმენელს და მაყურებელს გავუზიაროთ მოდით რაღაც პატარა ფრაგმენტს გთხოვთ და შემდეგ გავაგრძელოთ ისევ ჩვენი ინტერვიუ ხო აჰა დუეტი კი ბატონო იყოს დუეტი ესე ვარ ცოცხალი პროცესი გვაგულის შენ სიახლოვეს რო ჩერდება და თუ მილიცხდება თბილი თუ ეს ხსნობა ღმერთმა მოგცა რატომ გვიწევს ამის მავა ხიდი მაშინ იბადება როცა ნაპირს მიედობა თითქოს ვიღაც უხილავი ერთ ბილიკზე რომ გვატარებს მაშინ რატომ გონია რომ ახსნა უნდა ამ ყველაფერს ზღვას მდინარე რომ იპოვნის სანამ ზღვას არ შეეხება ასე ვიპოვნით ერთმანეთს თითქოს ეს გზა გულში გქონდა
გადასარევი. იცი და არა უშავს, არა. ფიქრებში წახვედით ხო? ორი მთავარი პრობლემა, რასაც დღევანდელ რეალობაში ვხედავ, ერთი ის არის, რომ რაღაც თითქოს ახალგაზრდებს კარგავთ ამ ციფრულ სამყაროში და გვინდა რომ ხელი ჩავჭიდოთ და რეალობაში ამოვიყვანოთ და მეორე მუსიკალური მიმართულებით არის მელოდიის ნაკლებობა თანამედროვე მუსიკაში. იმიტომ გვინდა სულ ის ძველი, კარგი რაც გვიყვარს, იმიტომ და ამ შემთხვევაში მე მგონი ორივე პრობლემას ვაგვარებთ. რასაც ვხედავ, ახალგაზრდები ცოცხალ პროცესში დაინტერესებული თქვენთვის როგორია, იმიტომ რომ თქვენ ხო ზუსტად ის თაობა ხართ, ვინც იმ თავარი გამოწვევების წინაშე ხართ, რაც ჩვენ მშობლებს გვიჭირს და გვაღელვებს. ხო, არ ვიცი, ჩემთვის საინტერესო იყო თვითონ პროცესი. არ ჯობია ამ პროცესში ყოფნა, ვიდრე ტელეფონში სკროლვა, მოდი თქვა. თქვენთან, ანუ თქვენთან კონკრეტულად? ხო, კონკრეტულად ჩვენთან და მგონია რომ თვითონ ვისაც შემჩნევია მე მგონი ხელოვნება ისეთ რაღაცებს შვება რომ მაგას ეგ გვავიწყდება საერთოდ და ტელეფონი თქვენ ტელეფონი მთელი დღე ძლებს, იმიტომ რომ გადადებულია. ჩამინის გატა. ხო, არა, თავიდან ალბათ ყველაფერი რთულია. მაგრამ მე პროცესში ისე შევედით და ისე გაგვიტაცა ამ პროცესმა, რომ ყველა ჩაგვითრია თემატურადაც, მელოდიურადაც, ტელეფონებიც აღარ გვახსოვს და ვფიქრობთ მხოლოდ იმ მიზანზე, რაც გვაქვს, რომ რაღაცა ჩვენი სათქმელი თქვათ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ვაკეთებთ და ვქმნით ამას და ხო თავიდან რთული იყო კონცენტრაციის მხრივ, გაჭედების მხრივ ტელეფონები, რა აქვს თავისი უარყოფითი შედეგი ამ ტელეფონებს და ჩვენი თაობის ხალხს გინდა რომ გვინდა ისე გვაქვს ჩვევაში გადასული სკროლვა, რომ თავიდან რთული იყო, რომ ჩაეფლო ამ იმაში, მაგრამ ირინას დამსახურებით, გოჩას დამსახურებით, ჩვენი ბავშვების დამსახურებით და ამ ერთობლიობიდან გამომდინარე შეიქმნა ატმოსფერო, რომელმაც ჩაგვითრია სულ ყველა ერთად. გადასარევია და ბარემ მელოდიის პრობლემასაც დამეთანხმეთ, ხო, რომ დღეს არის მელოდიის პრობლემა და აი რაც მოვისმინე ხა საოპერო არიები, ხო, ესე შეგვიძლია დავარქვათ. არის მართლა ძალიან არის სიმღერები, სასიამოვნო საინტერესო. აი კონკრეტულად სიმღერებია ფაქტიურად არის თემატურის რაღაც ისინი, სადაც აი შეიძლება არ არის დასრულებული სიმღერა, ხო, აი მარტო ჰარმონია, რაღაც ისეთი, რომელიც აი შეიძლება ჩაგითრიოს და აი რაღაც მონაკვეთი გრძელდება ეს. მე ეს გადადის რაღაც კიდე სხვაგან წყობაში და თითქმის ესე აგებული და შიგადაში ჩასმულია კიდე ეს ლამაზი რაღაცებით, სასიმღერო მელოდიები, რა თქმა უნდა. ირია. აი ზუსტად ეგ იყო ხო საინტერესო, რომ რაღაც სიმღერებში დიდ ნაწილში დაგვხვდა მარტო ჰარმონიული ნაწილი და შემდეგ ჩვენ მოვახდინეთ უკვე იმპროვიზაცია რეპეტიციების დროზე ტექსტიც და ყველაფერიც, ანუ აქვე შეიქმნა მელოდიური და ტექსტური ნაწილი და აი აკორდები უკვე იყო. ხო, მე მგონი მაგიტო იქნება განსაკუთრებული, იმიტომ რომ ერთად შევქმნით ეს და ძალიან ბევრი ლამაზი მელოდია მოვიდა და ზოგი ისე მოვიდა ძალიან შემთხვევით და ყველაზე მე მაგალითად ეს ხო, ზუსტად ეგ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა თანაბრად ვიყავით ჩართული პროცესში. არ იყო ეს, რომ ეს ერთი რაღაცა ვიღაცამ გააკეთოს, არ იყო ესე, რომ ეს ამან უნდა გააკეთოს, ეს ამან უნდა გააკეთოს. თავარი რაც ირინას დამსახურება არის ის, რომ ქონდა აბსოლუტური თავისუფლება. არ ვიყავით შეზღუდულები, რომ ეს რო თქვათ, ეს იქნება ჩვენი საქმე არ არის, ეს იქნება ქალბატონმა ირინამ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ თავიდანვე იყო ეს საკითხი დასმული, რომ გამოვუშვით ყველაფერი იქნება მოსმენილი და ხო რა. ეგ იცის გამოცდილება. ქალბატონი ირინას დიდმა გამოცდილებამ. ირინა, რატო არის თქვენთვის, როგორც რეჟისორისთვის, აი ოპერაზე მუშაობა და ოპერის დადგმა უფრო მეტად საინტერესო, ვიდრე თეატრი. ორივეში გიმუშავეთ, მაგრამ რაღაც სპეციფიკა მაინც ოპერისკენ მიდის ხოლმე. კი, ოპერის რეჟისორი ვარ დიპლომით. აჰა, დიპლომით. დისერტაცია მაქვს დაცული მაგისტრის მოსკოვში, გიცისში, ოპერის რეჟისურის მიმართულებით. ნუ დრამატულ თეატრის რეჟისორიც ვარ და ოპერის. ეს ოპერა ჩემი, რა ვიცი, ჩემი ნაწილია, ჩემი. აი, რის საშუალებას იძლევა ოპერა უფრო მეტად, თქვათ ისეც, მე ახლა ტიმოთე შალამისავით კი არ გამომდის, რომ ბალეტი და ოპერა მომოკვდავი პროფესიებია, ჩვენ ალბათ არ ვეთანხმებით ტიმოთე შალამის, მაგრამ აი რეჟისორისთვის მაინტერესებს გამომსახველობით რას იძლევა უფრო მეტს, თქვათ, ხო? თორე აქ შედარება არ არის ოპერის და თეატრის ნამდვილად. ოპერა უფრო მონუმენტურია, მოდი ასე ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვთქვათ ერთაქტიანი იყოს და კამერული, მაინც რაღაცა მონუმენტურობა მოყვება ოპერის
მუსიკალურ ფორმას. თუმცა ეს არ არის ოპერა, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ამიტომ დავარქვი ოპუსი, იმიტომ რომ ოპუსი არის ნებისმიერი ნამუშევარი, შეიძლება იყოს ეს მუსიკალურ ვოკალური ნამუშევარია. და მე არ მინდოდა რომ კონკრეტულად, რა თქვა, ჯაზი ყოფილიყო და რაღაცა დაგვერქვა ესე მიმართულება არ მინდოდა, მინდოდა ექსპერიმენტი ყოფილიყო და თქვენ ახლა რა სტილში ვიმუშავდით და აი გოჩას ჩვენთან ყოფნა არის ჩვენი ბედნიერება, რომ გოჩას თავისუფალი იყო და ჩაერთო. ეს იგი შექმნა ეს მუსიკალური თემები, ხა მე წარმოდგენა არ მქონდა რა იქნებოდა მუსიკა. ხო, აი რაღაც მე მთელი ცხოვრება ესე ვარ, რაღაც ამ რაღაცას უნდა ჩაუყარო საფუძველი, რომ ამაზე რაღაცა მე აღმოცენდეს ალბათ. განწყობა და ყველაფერი მიყვარს ჯგუფური აი მუშაობა, რომ როცა მარტო კი არ ვაკეთებ ყველაფერს და მომაკ გამზადებული და მე უსმენ ამას და თვითონ გუნდი მე ეს გუნდური მიშოულიც ვარ ალბათ ამას მთელი ცხოვრება, რომ აი ეს გუნდური მუშაობა იძლევა სხვა შედეგს. აბსოლუტურად, იმიტომ რომ სხვა ჩართულობა ხდება ამ შემთხვევაში და ეს ურთიერთობები იმ რაღაცებს ბადებს, რომ ამას მარტო ალბათ ვერც გააკეთებს ახში გამორიცხული ეს. ასეა. და ირინა, როგორც რეჟისორისთვის პასუხისმგებლობა ალბათ არის ერთნაირი. ლონდონში გაქვთ პრემიერა და დარბაში ზის Vivienne Westwood-ი, იმიტომ რომ ასე იყო. თუ ხულოში გაქვთ პრემიერა და დარბაში ზის ძალიან საინტერესო ხალხი ხულოდან, რომლისთვისაც კიდევ უფრო ძვირფასია მათთან ჩატანილი დადგმა. სრულიად გეთანხმები, ჩემთვის ძალიან ძვირფასია რეგიონში ჩასვლა და ჩატანა რაღაცა მუსიკალური ნაწარმოების თუ თეატრალურის. ძალიან ძვირფასია ჩემთვის და ამ ადამიანების გახარება მაყურებელის ეს უფრო მეტად მაბედნიერებს მე პირადად. და ძალიან გახარებული ვარ ეს პროექტის შედგა, იმიტომ რომ 2 წელი ხო ვახსენე მუშაობდი ამ პროექტზე. და შემდეგ კულტურის სამინისტრო და შემოქმედებითი საქართველოს დაგვიდგა გვერდით და ძალიან მადლობელი ვარ მათი რომ შედგა. მადლობა უთხრათ კარგი პროექტის ხელშეწყობისთვის და ხიდი ერთი თუ არის ხულოში, მე ვისურვებდი რომ ასეთმა ძვირფასმა კოლექტივმა ყველა რეგიონს და ყველა თეატრს თითო ექსკლუზიური დადგმა მიუძღვნას. რატომაც არა, ხო? იდეა კარგია. აბა წარმატებებს გისურვებთ ამ იდეაშიც და საერთოდ ასეთ კარგ გუნდს, ბევრ საინტერესო პროექტის და ოპუსის გამოცემაში. ხო, ძალიან დიდი წარმატებები თქვენ. გაიხარეთ, მადლობა თქვენ. იმედი მაქვს რომ რადიო იმედის მსმენელმა ისიამოვნა, იმიტომ რომ ინტერვიუსთან ერთად არაჩვეულებრივი მუსიკაც გქონდა, ასეთი კარგი შესრულება, ცოცხალი ხმები და ენერგია, რაც ახალგაზრდებისგან მოდის. მოკლედ საუბრობდით ხიდზე, მუსიკალურ ვოკალურ ოპუსზე, რომელიც სპეციალურად ხულოელი მაყურებლისთვის და მსმენელისთვის დაიდგა. დღეს ჩვენი გადაცემა დასრულებულია. დროში მოგზაურობა ერთი კვირით გემშვიდობება და ერთ კვირაში რა თქმა უნდა შევხვდებით ახალი სტუმრით, ახალი საინტერესო თემით. თქვენ უსმენთ რადიო იმედს FM 105.9-ზე. მადლობა.